Შეიზღუდება თუ არა საქართველოს მოქალაქეებისთვის თავისუფალი მიმოსვლა ევროპაში. ბრიუსელიდან გაკეთებული მკაცრი განცხადების შემდეგ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი კვლავ აქტუალური ხდება. ევროკომისიისგან გამოგზავნილ წერილში ჩამოთვლილია ის 8 რეკომენდაცია, რომლებიც აუცილებლად უნდა შესრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში უვიზო მიმოსვლა შესაძლოა საფრთხის ქვეშ დადგეს. მოთხოვნებს შორის არის კონკრეტული კანონების გაუქმება, დაკავებულთა გათავისუფლება და ხელისუფლებისა და საზოგადოების ღია დიალოგი. ვადა უკვე განსაზღვრულია. ევროკავშირი ოფიციალურ თბილისს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას 31 აგვისტომდე თხოვს. მმართველი გუნდი ბრიუსელიდან გამოგზავნილ წერილსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას პოლიტიკურ ზეწოლად მიიჩნევს და ამბობს, რომ ამ მოთხოვნების უკან ეგრეთ წოდებული deep state დგას. ოპოზიციისთვის კი ევროპის გზავნილები ხელისუფლების შეცვლის პირდაპირი მინიშნება. თამარ ციკლაური დეტალებით. ვიდრე ქვეყანაში იმაზე მსჯელობენ, რა იქნება 31 აგვისტოს შემდეგ და დადგება თუ არა კითხვის ნიშნის ქვეშ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი ევროკომისიიდან კვირის დასაწყისში საქართველოს ხელისუფლების სახელზე გამოგზავნილ წერილს ევროპარლამენტმა მორიგი კრიტიკა კვირის ბოლოს დააწია. ამჯერად სოციალურ ქსელში ევროპარლამენტის გვერდზე დაიწერა, რომ ეს ევროპული სტრუქტურა საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას არ აღიარებს და რომ საქართველო ევროკავშირს ვერ შეუერთდება, ვიდრე მისი ხელისუფლება ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის. მოწოდებებს შორისაა ახალი არჩევნების ჩატარებაც. პირველი დღევანდელი მმართველობის ფორმა უნდა შევცვალოთ და ისეთი უზრუნველყოთ, როგორც ეს სააკაშვილს ჰქონდა. დემოკრატიის შუქურა ასე უხეშად არ უნდა ჩაგვექრო და უნდა გამოვასწოროთ. პრინციპში ჩვენ გაგვიჭირდება აგენტებმა უკეთესად იციან ეს როგორ დაალაგონ და სამართლიანი არჩევნებიც მათ მმართველობაში მოყვანას გულისხმობს. მეორე, უნდა შევიდეთ დსთ-ში და ეკონომიკის განვითარებაც მოლდოვასნაირად უნდა გქონდეს. მესამე, უნდა ვიყოთ ისეთივე ურთიერთობაში რუსეთთან, როგორც უკრაინა, ღია ომში. მეოთხე, ოჯახურ ღირებულებებზე და მსგავს ქართულ ეროვნულ ახირებებზე უარი უნდა ვთქვათ. ეს პრინციპში პირდაპირ მოგწერეს რამდენიმე დღის აი ამ შემთხვევაში ევროპარლამენტის განცხადება იქნება აბსოლუტურად განსხვავებული, მეტიც პოზიტიური და მხარდამჭერი. მხოლოდ ვიზა ლიბერალიზაციის შანტაჟი როგორც ჩანს არ ჭრის. დამატებითი ზომებია საჭირო ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც საკუთარ თავზე უარი არასოდეს უთქვამს. ყველას მოუწევს ამასთან შეგუება. PS დღეს რადიკალებს აქცია აქვს დაანონსებული, რომელიც ორკვირიანი მზადების მიუხედავად ფაქტიურად ჩავარდნილი იყო და მის დასაბურსტად რაღაც იყო საჭირო. რა საოცარი დამთხევაა ეს განცხადება. ისინი ფიქრობენ, რომ თუ ვიზა ლიბერალიზაციას ამ საფრთხე დაიმუქრება, ქართველი ხალხი რევოლუციას ხარჯს დაუჭერს და შემდეგში განახორციელებენ იმ ამოცანებს, რა ამოცანებისთვისაც უნდა ხელისუფლების ცვლა. როცა საკითხი ერთის მხრივ ევროკავშირში გაწევრიანებას და მეორეს მხრივ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებას ეხება, მმართველი გუნდი შანტაჟზე საუბრობს. ამ პოლიტიკური შანტაჟის მიღმა კი ქართული ოცნება deep state-ის კვალს ხედავს, რომელიც, როგორც ამბობენ, ჯერ ისევ მძლავრობს ევრობიუროკრატიის სახი და რომლის მიზანიც დიდი ხანია საქართველოში ხელისუფლების ცვლილებაა. ეს პირობები, როდესაც დგება, არ იფიქროთ, რომ ეს არის დაკავშირებული რაღაცა პირობებთან, რომლის შემდეგაც საქართველოს ეს ვიზა ლიბერალიზაცია ექნება ან არ ექნება. უბრალოდ ეს არის მათთვის იარაღი. ეს არის შანტაჟის იარაღი. ხელისუფლების ცვლილება უნდათ, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლება იცავს ქართულ სუვერენიტეტს და გადაწყვეტილებებს იღებს თბილისში. არ ექვემდებარება არანაირ შანტაჟს და პირველ რიგში ყურადღებას აქცევს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ეს არის ყოველად მიუღებელი ამ წრეებისათვის ჩვენ და სამწუხაროდ. შანტაჟად და კონკრეტული ძალების პოლიტიკურ ჩანაფიქრად მიიჩნევს მმართველი გუნდი გზავნილებს ვიზა ლიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებითაც, რაზეც ბრიუსელის შემდეგ უკვე თბილისში ისაუბრა ევროკავშირის ელჩმა. ისე როგორც ევროკომისია პაվել ჰერჩინსკიც აქცენტებს კონკრეტულ პირობებზე აკეთებს, რომელთა შესრულებაც საქართველოს ხელისუფლებას 31 აგვისტომდე დაევალა. რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება და ღია დიალოგის უზრუნველყოფა არის ერთადერთი გზა მიმდინარე კრიზისის მოგვარებისა და საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისთვის. მაშინ როცა ევროკავშირის ელჩი საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისთვის რეპრესიების შეჩერებასა თუ უსამართლო დაკავებულთა გათავისუფლებაზე საუბრობს, მმართველ გუნდს კითხვები აქვს. ამ კითხვებს კი ელჩს სოციალური ქსელით პარლამენტის თავმჯდომარე უსვამს. შალვა პაპუაშვილი ვრცელ განცხადებას და პასუხს თან იმ ვიდეო მასალასაც ურთავს, სადაც აქციის მონაწილეების მხრიდან პოლიციელების მისამართით ნასროლი ნივთები და ფიზიკური დაპირისპირებაა ასახული.
ადამიანის უფლებების უპატივცემულობა და ღირებულებების თავდაყირა დაყენება უცხოელ პოლიტიკოსთა თუ დიპლომატთა რიტორიკაში სამწუხარო ყოველდღიურობად იქცა. ადამიანის უფლებების უპატივცემულობითაა გამოწვეული, რომ დარღვევის აზომად იქცა თავდამსხმელი და არა მსხვერპლი. თქვი რომ ხარ პროევროპელი და მაშინ მოლოტოვის კოქტეილიც და წიხლიც ლეგიტიმური ბრძოლის იარაღია. თქვი რომ შენი მიზანი დიადია და მაშინ შენი ყველა საშუალება გამართლებულია. როგორ გინდა აქაც საბჭოთა კავშირი არ გაიხსენო. ეს არის სინამდვილეში რასთანაც გვაქვს საქმე. თუ ევროკავშირის სახელით ძალადობ, მაშინ შენი ძალადობა პროევროპული ანუ სამართლიანია, ხოლო შენი დასჯა უსამართლო. ეს ჯერ კიდევ მაშინ თქვეს, როდესაც ბრიუსელმა მევისროლე კამპანია დააფინანსა და დღისით მზისით ევროპარლამენტარებით და დიპლომატებით. ლამის ეროვნულ გმირად გამოგვიცხადეს მოძალადე, რომელიც მოლოტოვის კოქტეილით ადამიანის ცოცხლად დაწვას ცდილობდა. გინახავთ სადმე ევროკავშირის ელჩის სინანული ამაზე. არა, ამასობაში კი ხალხში უკვე გაჩნდა ტერმინი პროევროპული ძალადობა და ამ ვითარების ყურება მართლაც გულსატკენია. მმართველი გუნდი დიდი ხანია საუბრობს ევროპული სტრუქტურების მხრიდან საქართველოს მისამართით ორმაგი სტანდარტით მიდგომის პოლიტიკაზე. მათ შორის ამ პოლიტიკის ნაწილად მიიჩნევს ქართული ოცნება ახლაც ვიზა ლიბერალიზაციის შენარჩუნების სანაცვლოდ კონკრეტულ პირობებზე საუბარს. თუმცა ის რაც ორმაგი სტანდარტი და პოლიტიკური შანტაჟია ქართული ოცნებისთვის, სრულიად ლოგიკური და ბუნებრივი ევროპული რეაქციაა ოპოზიციისთვის. ევროპას აქვს მკაცრი პოზიცია და მოითხოვს კონკრეტული რეკომენდაციების შეჩერებას და რა თქმა უნდა ივანიშვილის გამო, რეჟიმის გამო არ უნდა დაისაჯოს საქართველოს მოქალაქე და არ უნდა შეწყდეს უვიზო მიმოსვლა. თუმცა ეს არის დამოკლეს מחული ივანიშვილის თავს. ჩვენ რასაც ვხედავთ ბოლო თვეების განმავლობაში, ქართული ოცნება არათუ იცავს ადამიანის უფლებებს, არამედ არღვევს ყველა გამოვლინებით. ის ძალადობს განსხვავებული აზრის მქონე ახალგაზრდებზე, ჟურნალისტებზე, პოლიტიკურ ლიდერებზე, ცდილობენ რომ ყველა ტიპის კანონი, რომელიც ემსახურება საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, ეს კანონები აქციონ დრაკონულ კანონებად და საერთოდ ჩაკეტონ სივრცე იმისთვის, რომ ადამიანებმა საკუთარი პროტესტი გამოხატონ. შანტაჟის იარაღი ევროკავშირისთვის წესით არ უნდა იყოს ისეთი სიკეთე, რასაც ქვია ვიზა ლიბერალიზაცია. ეს სადღაც ზევიდან კი არ დაგვეცა, ან ვინმე კი არ გვაჩუქა. საქართველო მოიპოვა ვიზა ლიბერალიზაცია, რომელიც იყო გარკვეული რეფორმების შედეგი. შესაბამისად, როგორც წესი, ეს უნდა ეფუძნებოდეს იურიდიულ საფუძვლებს. თითოეული ამ საფუძვლის კუთხით საქართველო აბსოლუტურად ზედმიწევნით დასრულებს თავის ვალდებულებებს. ვიზა ლიბერალიზაციის შენარჩუნების წინაპირობად 8 გასათვალისწინებელი რეკომენდაცია საქართველოს ხელისუფლებამ ბრიუსელიდან რამდენიმე დღის წინ მიიღო. პირობებს შორისაა უცხოური გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონების გადახედვაც.